თბილისში პირველი სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი ოფიციალურად ამოქმედდა. ინტერმოდალური ლოგისტიკური ცენტრი თბილისის მშრალი პორტი თბილისის აეროპორტთან 7 კილომეტრში მდებარეობს. ახალი ობიექტი საშუალებას იძლევა ფოთისა და ბათუმის პორტებში შესული კონტეინერები დედაქალაქისკენ გადმომისამართდეს და დასაწყობდეს, როგორც თბილისი დრაი პორტში განმარტავენ. გარდა ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ტვირთებისა, ლოგისტიკური ცენტრი განკუთვნილია შუა დერეფნისა და რეგიონის ქვეყნების ტვირთებისთვისაც და ამ მიმართულებით არაერთ ქვეყანასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე პორტს წელიწადში 100,000 კონტეინერის დამუშავება შეუძლია. პროექტის სამივე ფაზის დასრულების შემდეგ კი მისი სიმძლავრე 200,000 კონტეინერამდე გაიზრდება. გათვლილი არის პირველი ფაზის პროექტის მიხედვით 100,000 კონტეინერზე და შემდეგ უკვე მეორე ფაზა ითვალისწინებს, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება 200,000 ერთეულ კონტეინერამდე მიაღწევს და პარალელურად ჩვენ ვიწყებთ უკვე საწყობების მშენებლობას, A-კლასის ტიპის საწყობების მშენებლობას, რომელიც მეორე ფაზით ჩვენ ავაშენებთ დაახლოებით 10,000 კვადრატული მეტრის საწყობს და შემდეგ უკვე ამას დაემატება კიდევ 50,000 კვადრატული მეტრის თანამედროვე A-კლასის ტიპის საწყობები. ფოთი და ბათუმი არის, რაც შეეხება საიმპორტო ტვირთებს და აგრეთვე ჩვენ რაც გაგვაჩნია საქართველოში საექსპორტო ტვირთები, გარკვეული რაოდენობა ტვირთების ზუსტად აქ მოხდება კონტეინერში და შემდეგ მოხდება მის ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში და აგრეთვე ჩვენი ორიენტირებული ვარ ზუსტად რომ ვიყოთ დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის და ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები მათ შორის ჩინელებთან და ჩინური ტვირთის შემოვა აქ გარკვეული რაოდენობით, აგრეთვე ყაზახეთთან და რა თქმა უნდა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან აზერბაიჯანთან და სასუნხეთთან. ყველა ტიპის ტვირთი, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება კონტეინერით. მუშაობთ აქტიურად ასევე ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის ცენტრალური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე, რომელიც თავის თავში რა თქმა უნდა კომპლექსური ეკოსისტემაა. ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ეს არის მხოლოდ სატვირთო სატრანზიტო გადაზიდვები, ეს არის სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ოპერაციები, რომლის ფარგლებშიც იქნება დამატებითი ღირებულება და ამას შეაქვს წვლილი ჩვენს ეკონომიკაში. ზუსტად ასეთი პროექტების განვითარების სახით წარმოგვიდგენია ჩვენ შუა დერეფნის განვითარება, ეს არის მოდალური მნიშვნელოვანი სატერმინალო ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგცემს სხვადასხვა ტიპის ტვირთის დახარისხების და ტვირთის დამუშავების შესაბამისად დამატებითი ღირებულება შეიქმნება საქართველოში. ახალი ლოგისტიკური ცენტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი კომპანია აბუ-დაბი პორტს გრუპის, ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ადგილობრივი ინვეკოს ერთობლივი პროექტია და მის პირველ ფაზაში 21 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. როგორც პროექტის ოფიციალურ გახსნაზე აღინიშნა, ახალი ინფრასტრუქტურა როგორც საქართველოს სატრანსპორტო, ასევე შუა დერეფნის შესაძლებლობებს გააძლიერებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას. და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორც არის ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში. ის არა მხოლოდ ქართულ პორტებს მოემსახურება, არამედ საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბის და დეპოს ფუნქციასაც შეასრულებს. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს კონტეინერების დამუშავების და გადაადგილების ოპერაციებს, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შუა დერეფნის მეშვეობით. ეს არის ჩვენი ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ინვეკოს ერთობლივი პროექტი. ეს დინამიკა ლოგისტიკური მასშტაბური ობიექტი არა მხოლოდ გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსა და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარუნარიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის. ჩვენ გავატარებთ საწარმოო სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. ამ თანამშრომლობას უზრუნველყოფს ორი ქვეყნის ლიდერობა. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენ სტრატეგიულ გლობალურ პარტნიორობას საქართველოსთან. ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრების მნიშვნელობაზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა ის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა, რაც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს მეტი ტვირთის მოზიდვაში დაეხმარება და ამავდროულად არსებულ საზღვაო პორტებს განტვირთავს. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ წარმოადგენთ ფოთის საზღვაო ნავსადგურს და თბილისში შენდება თბილისის მშრალი პორტი, გამორიცხული არის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე სხვა გვარი ურთიერთობა. ჩვენ ყოველთვის თანამშრომლობთ, ახლაც აქტიურად თანამშრომლობთ. ეს იქნება ერთის მხრივ კარგი განმუხტვა, როგორც ასეთი ფოთის ნავსადგურში აკუმულირებული არის საკმაოდ დიდი ოდენობის კონტეინერები, აგრეთვე თქვენს რომ ფოთის გარშემო არის განვითარებული off-dock ტერმინალები, მშრალი ტერმინალები და თბილისის მშრალი პორტი იქნება ერთ-ერთი
დამატებითი შესაძლებლობა, რაც ჩვენი დერეფნისთვის, ჩვენი ნავსადგურებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. მათ უკვე ექსპორტზე დატვირთული კონტეინერების შეუძლია თქვა ჩვენ გამოგვიგზავნონ და აქ უკვე უკეთესად განვითარდება ლოგისტიკის პროცესი, რადგან აღარ იქნება სავსე კონტეინერის ნავსადგურიდან თბილისში ტრანსპორტირება და მხოლოდ სარიელისგან დაბრუნება. აქ უკვე შესაძლებელი იქნება რომ დამატებითი ლოგისტიკური ციკლი შეიქმნას და უკვე ჩვენ ვიმუშაოთ სავსე რეჟიმზე. თბილისის მშრალი პორტის მშენებლობა 3 ფაზადაა დაგეგმილი და საბოლოოდ ლოგისტიკურმა ცენტრმა 286,000 კვადრატული მეტრი ტერიტორია უნდა აითვისოს. მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 60 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. APM ტერმინალს ფოთში აცხადებენ, რომ ნავსადგურის გაფართოების პროექტთან დაკავშირებით ამ დრომდე სახელმწიფოს პასუხს ელოდებიან, როგორც პორტის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ტვირთბრუნვის ზრდის მიმართულებით დადებითი ტენდენციები მიმდინარე წელსაც ფიქსირდება. თუმცა ზვია ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ახლა მთავარ გამოწვევად რჩება თავად პორტის ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, ახლა პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი ზღვარზია და გაფართოების პროექტის დაწყება მნიშვნელოვანია ცნობისათვის. ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია, როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება უკანასკნელი გეგმით. მთავრობასა და ინვესტორს შორის 2023 წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება და 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა გაზრდილია, მშრალი ნაყარი ტვირთები გაზრდილი არის და ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზი გვაქვს 2025 წლისთვის და ყველა ვარიანტში ველოდებით, რომ თუ ყველაფერი კარგად და თანმიმდევრულად განხორციელდა, ჩვენს დაგვექნება 2024 წელთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, გამოწვევა ყოველთვის რჩება, ეს არის ინფრასტრუქტურა და თვითონ ნავსადგურის გაფართოების პროექტი. ეს არის ჩვენი გამოწვევა, ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტი, რასაც ჩვენ კვლავ ველოდებით სახელმწიფოსგან. რადგან უკვე ლიმიტზეა მისული კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი. დღეს ჩვენ თუ მკლავდებით მოცულობებს, ხო? საბოლოო ჯამში თქვენ თუ ნახავთ სოფლიო ბანკის კვლევას, თქვენ თუ ნახავთ გაეროს კვლევას, EBRD-ის კვლევას, აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ნელ-ნელა ფოთი და საქართველოს ხდება ეგრეთ წოდებული ვიწრო ყელი. არ შეიძლება ხომ ერთ-ერთი ძლიერი რგოლი რაც არის საქართველოს თავის ნავსადგურით, რომელიც ემსახურება კავკასიას, ცენტრალურ აზიას, დროთა განმავლობაში გაუმჯობესების ნაცვლად ხდებოდეს ვიწრო ყელი. აი ეს უკვე თელს დერეფანს ჭირდება და ჩვენს ქვეყანას ჭირდება, რა თქმა უნდა. წლების წინ განსაზღვრული გეგმით, რომლითაც ქვეყანაში კიდევ ერთი ანაკლიის პორტი უნდა ფუნქციონირებდეს, ჯერ პარტნიორის შერჩევა არ დასრულებულა. მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტში კერძო პარტნიორს ფრთხილად არჩევს. ლევან დავითაშვილი კითხვაზე, რატომ არ გამოუვლინა ხელისუფლებამ ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად 1 წლის შემდეგაც კი და ხომ არ შეიცვალა. რამე ამბობს, რომ საუკეთესო მოცემულობის მისაღებად მაქსიმალური პასუხისმგებლობით უდგებიან საკითხს და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბევრი ამაზე სათქმელი, თუ რატომ შეიძლება დაჭირდეს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას 1 წელი ან რამდენიმე თვე. იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ საუკეთესო მოცემულობა პორტში და მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მიუდგება საქართველოს ხელისუფლება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსხვავებით ძალიან უპასუხისმგებლო სამწუხაროდ პრივატიზებებისა, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში ქონდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ კერძო პარტნიორს, ამავე დროს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დრო არ იკარგება და პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ესე რომ დათქმულ ვადებში ჩვენ გვექნება ახალი თანამედროვე და საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პორტი. საქართველოს მთავრობის ანგარიშის მიხედვით, რომლის წარდგენაც პრემიერისაგან პარლამენტში 27 ივნისს არის დაგეგმილი ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მოსამზადებელ ეტაპზე, ობიექტზე უკვე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, ხოლო შემდეგ ფაზაზე ტალღმტეხის მშენებლობისას მათი რაოდენობა 150-მდე გაიზრდება. ანგარიშში წერია ნაბიჯები, რომელიც ანაკლიის პორტის ასაშენებელი კონტრაქტისთვის გადაიდგა და საზოგადოებისათვის ცნობილია. კერძოდ 2024 წლის სექტემბერში დაიწყო ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღმტეხის პროექტირება მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. ეს ეტაპი მიმდინარეობს შეპესე ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა და ერთობლივი საწარმო ჯანდენულ პრაიმ კონცენტრას შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ კვლევიდან მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად დიზაინერებს ეძლევათ საშუალება სისრულეში მოიყვანონ ტალღმტეხის საბოლოო სამშენებლო ნახაზები, აღნიშნულია ანგარიშში. ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა
ქართული ოცნება სახელმწიფო საწარმოების რეფორმას კიდევ ერთხელ აანონსებს. პროცესი, რომელიც 2021 წელს დაიწყო, სახელმწიფო კომპანიებში მმართველობითი მოდელის ცვლილებას, მეტ გამჭვირვალობას და საწარმოთა ეფექტიანობის ზრდას გულისხმობდა. სატესტო რეჟიმში რეფორმა საქართველოს რკინიგზასა და სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში განხორციელდა. კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნულ კომპანიებში საკადრო ოპტიმიზაციის გზით ოცნება წელს 52.5 მილიონ ლარს დაზოგავს. ამ გზით კობახიძე ეკონომიის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო სიპებსა და შეპესეებშიც. რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. საუბარია მხოლოდ ოპტიმიზაციაზე, შტატების ოპტიმიზაციაზე. ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16.5 მილიონი ლარი ენერგეტიკის სფეროში, მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში. ჯამური დანაზოგი იქნება მინიმუმ 52.5 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში. რაც შეეხება საერთო ოპტიმიზაციას, თუ გავყვებით სხვა სახელმწიფო საწარმოებს, სიპებს, შეპესეებს, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია 100 მილიონსაც ავწდეთ. რას გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი ოპტიმიზაცია? ოცნების მინისტრთა კაბინეტში დეტალებზე არ უსაუბრიათ. ვიცე-პრემიერმა მხოლოდ ის თქვა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესში თანხები შტატების შემცირების ხარჯზე შემცირდება. ეს ერთი მსხრივ არის თანხების შემცირება, დიახ, შტატების შემცირება bis ხარჯზე და გარკვეული ეკონომიები, რომელიც გამოყენებული იქნება სხვა მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა გრძელვადიანი ამოცანა ჩვენი არის სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა. ეკონომისტების ნაწილისთვის ოცნების მთავრობის რეფორმის შინაარსი გაურკვეველია. აკაკი ცომაიას შეფასებით, სახელმწიფო კომპანიები კორუფციის და ფიქტიურად დასაქმების მთავარი წყაროა, ამიტომ საინტერესოა, ვის შეეხება კობახიძის დაანონსებული საკადრო შემცირება, პროფესიონალ კადრებს თუ ოცნების მხარდამჭერ ფიქტიურად დასაქმებულ პირებს. ვის გაშვებას გეგმავს კობახიძე, რა არის რეფორმის შინაარსი, თუ ეს კადრები უნდა შეინარჩუნოს, ვის დაასაქმა და პროფესიონალი კადრები უნდა დაუშვას, მაშინ როგორ დავარქვათ ამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. ერთია რა ითქვა, მეორეა რა რის გაკეთებას აპირებენ. და მესამე ის რომ სახელმწიფო საწარმოები დიდი ხანია ისინი ყოველთვის იყვნენ და ეხლა მით უფრო არიან ზარალზე მომუშავე წამგებიანი საწარმოები, ეთქვა მათაც შეაწუხა უკვე ამ ზარალის მასშტაბმა და მათი შენახვა უკვე პრობლემურია. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე თანდართული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 200 კომპანიის ჯამური ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მათ მთლიანობაში 235 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ოცნება პრაგმატულად იქცევა და სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათთვის ორმაგად მომგებიანია. მისი განმარტებით, ერთი, რომ ამ გზით ხელისუფალი პრევენციულად ცდილობს საბიუჯეტო დანაკლისი დააკომპენსიროს და მეორე, ოცნება აცნობიერებს, რომ მომავალში ეკონომიკურად რთულ წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა დასჭირდება, რადგან როგორც ხიშტოვანი ამბობს, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის უკან ბევრი ეკონომიკური პრობლემა იმალება. ისინი ხვდებიან, რომ იმ დროს, როდესაც მაღალი ალბათობით წლის საბიუჯეტო გეგმა გადასახადების ნაწილში ვერ შესრულდება, მე ვფიქრობ, რომ წამგებიანი სახელმწიფო საწარმოების დაფინანსებისთვის ბიუჯეტს წელს და მომავალში, ახლო მომავალში ფული არ ექნება, ამიტომ ის, რასაც ურჩევდა IMF-ი საქართველოს მთავრობას რა უკვე წლებია, ახლა გამოჩნდა, რომ სწორი. მეორე, რა თქმა უნდა, იგივე ეკონომიკური შენელების პარალელურად ხდება ქართული ოცნება, მათ შორის ეროვნული ბანკი, რომ რაღაც მომენტში შესაძლოა IMF-ის პროგრამის არსებობა იყოს რაღაცა მაშველი რგოლი, თუ ქვეყანაში რეალური ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შეუსრულებელი სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გახდა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანალიტიკური ცენტრ ჯეოქეისის მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკოლო ზალავიძე ამბობს, რომ რეფორმის გატარებას ძლიერი პოლიტიკური ნება სჭირდება და ამ პროცესში საკადრო ოპტიმიზაცია ყველაზე მარტივი საქმეა. 300-მდე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული საწარმოა, საიდანაც 30 თუ 40 არის ძალიან მნიშვნელოვანი, მძიმე სუყელუკმა. ამ საწარმოებზე მოდის
სახელმწიფო ვალის თითქმის 10%, ცოტა აკლია, მაგრამ ძალიან დიდი და სოლიდური თანხაა. და ამ საწარმოებზე მოდის ის ჩრდილოვანი დასაქმების და თუნდაც იმ ეკონომიკური ზრდის ამოუცნობი ეფექტები და თუნდაც იგივე ბუტაფორიული რაღაცა ქარიშხლები, აი ამ ეკონომიკის თუხთუხის, რომელზეც მერე ნაწილდება ეს მომპოვებითი ეკონომიკის მოდელი ჩვენი ქვეყნის სრულიად არაინკლუზიური და სრულიად არაეფექტური და კლეპტოკრატიული კორუფციული ნაწილი. აქედან გამომდინარე, თუ ეს განცხადება მხოლოდ ისეთ საკუთარი ბაბუისთვის გამიზნული და საკუთარი ვიწრო ამომრჩევლისთვის გამიზნული განცხადება არ არის, ჩვენ ადვილად დავინახავთ. 2024 წლის მონაცემებით 301-ია აქტიური სახელმწიფო კომპანია, რომლებშიც საერთო ჯამში 10,000 დასაქმებულია. სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებული მხოლოდ 86 საწარმოში 15,799 ადამიანი მუშაობს, 2,000 ადამიანი კი შტატგარეშე დასაქმებულია. ფინანსების ოპტიმიზაციის თუ უშუალოდ პროექტის ოპტიმიზაციის ფარგლებში მთავრობაში თელავის აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტავენ, რომ თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი საერთაშორისო სტატუსი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ამის მიზეზი დავითაშვილის თქმით, ვაზიანში დაგეგმილი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა არის, გამოც თელავის აეროპორტი შედარებით ნაკლები ხარჯებით უნდა აშენდეს. თელავის აეროპორტი ჩვენ მოვიზარდეთ მთლიანად შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტად, ამიტომ საერთაშორისო რეისები თუ იქნება ვაზიანში მით უმეტეს ელოდიან პერსპექტივაში ოპტიმალური იქნება, რომ თელავის აეროპორტი უფრო დაბალი დანახარჯებით განხორციელდეს და იყოს მხოლოდ შიდა რეისებისთვის გათვალისწინებული, ვაზიანი მოიმსახურება რა თქმა უნდა ყველა ტიპის ჩარტერ საერთაშორისო რეისებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ძვირი პროექტი იყო და ხდება ამ პროექტის ოპტიმიზაცია აუცილებლად, რა თქმა უნდა ის გაუმჯობესებები, რაც გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ეს ჩაერთოს შიდა საავიაციო ქსელში, თელავის აეროპორტი ეს გეგმის ნაწილია. ანუ საერთაშორისო აეროპორტის გეგმა დღის წესრიგიდან მოხსნილია. ბუნებრივია, რომ დღეს არ არის ეს მიზანშეწონილი. მთავრობა თბილისში მეორე საერთაშორისო აეროპორტის აშენებას აპირებს. გეგმით ახალმა აეროპორტმა წელიწადში 19 მილიონი მგზავრი უნდა მიიღოს. საქართველოს 3 საერთაშორისო აეროპორტი აქვს. აქედან 2-ს ბათუმისა და თბილისის აეროპორტებს TAV Urban საქართველო მართავს. სახელმწიფოსთან 2005 წელს გაფორმებული კონტრაქტით ამ უფლებას კომპანია 2027 წლამდე ფლობს. იმავე ხელშეკრულებით არ შეიძლება, რომ თბილისის აეროპორტიდან 150 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო აეროპორტი აშენდეს. მთავრობის ანგარიშის მიხედვით 2025 წლის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო ტერმინალი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა გაფართოვდება. პარლამენტისათვის მომზადებული ანგარიშის მიხედვით აჭარის რეგიონში მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად 2024 წელს ჩატარდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის ანალიზი, მისის შემდგომი გაფართოების საშუალებების განსაზღვრის მიზნით, რის საფუძველზე 2025 წლის განმავლობაში ოპერატორი კომპანია განახორციელებს სამგზავრო ტერმინალისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გაფართოებას, ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიში ასევე საუბარია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, რაზეც წერია, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა აზიის განვითარების ბანკთან ქვესესხის წერილის ხელმოწერა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის კვლევის ჩატარების დასაფინანსებლად. დოკუმენტში წერია, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტი საშუალებას მოგცემს თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მილიონი მგზავრიდან ეტაპობრივად გავზარდოთ 20 მილიონ მგზავრად. პრემიერის ანგარიში დათვლილია, რომ 2021-2024 წლებში ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2024 წელს ის 9.4%-ს გაუტოლდა, რაც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად აქცევს. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით სარეიტინგო სააგენტო ფიჩის მიმოხილვასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს უკავშირდება და საქართველოს სტატუსს რეიტინგში BB დონეზე განსაზღვრავს, პერსპექტივა კი ისევ ნეგატიურზეა შენარჩუნებული. ვიცე-პრემიერთან დაისვა კითხვა, როგორ ხედავთ მთავრობა ამ სტატუსს და იმ რეალობას, სადაც ქვეყანაა, რაზეც დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს უკეთეს რეიტინგს იმსახურებს. სხვისგებლობა ვფიქრობ, რომ თანაბარწილად ეკუთვნის სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს და არა მხოლოდ ხელისუფლებას, რომელიც რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ხელისუფლებას ხო ეკუთვნის. ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ყოველთვის ადასტურებს, ჩვენ არასდროს არ გავარბივართ, თუმცა ასევე
არ არსებობს სამხრივად პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებს ასევე გააჩნია ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით ეკონომიკური პროცესების მიმართ ძირითადი ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ჯანსაღია საქართველოს ეკონომიკაში, საქართველოს ეკონომიკას გარკვეული გრადობა გააჩნია, ეს აღნიშნულია კიდევაც რეიტინგებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ საქართველოს დღეს უკეთესი რეიტინგი უნდა ჰქონდეს, გამომდინარე იმ ეკონომიკური მონაცემებისგან, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. თუმცა, გარდა შიდა პოლიტიკური რისკებისა, არსებობს ასევე გარეპოლიტიკური რისკები, რეგიონული პოლიტიკური რისკები და ამას ჩვენ ახლა თვალი უნდა გავუსწოროთ ასევე გვესმის, ამიტომ ბევრი რამ დამოკიდებულია საერთაშორისო პროცესები, საქართველოს გახსნილი ეკონომიკა, ამის მიუხედავად ჩვენ ვფიქრობთ, რომ სარეიტინგო კომპანიებთან უფრო მჭიდრო მუშაობით ჩვენ უნდა შევძლოთ რეიტინგების გაუმჯობესება, იმიტომ რომ ობიექტურად დღეს საქართველოს კიდევ უკეთესი რეიტინგი უნდა ჰქონდეს. რაბედი ეწია IMF-ის შეჩერებულ პროგრამას და მოითხოვს თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლება ახალ პროგრამას სავალუტო ფონდის წესდების მეოთხე მუხლის დებულებით გათვალისწინებული მიმდინარე კონსულტაციების პარალელურად ამ კითხვაზე პასუხის მიღება უცხოეთ ეკონომიკის მინისტრისგან. რადგან ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ ეგრეთ წოდებული მეოთხე მუხლის ფარგლებში ჩამოსულ მისიასთან გრძელდება მოლაპარაკებები, თუმცა ამავე დროს ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალუტო ფონდისთვის პროგრამის მოთხოვნა მისი წინაპირობების მიმღებლობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ძალმნიშნულოვანია, რომ სავალუტო ფონდმა დააფიქსიროს კონკრეტული პოზიცია არსებული პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერა რომ ჩვენ ყველა ძირითადი კრიტერიუმი, რეფორმა, რომელიც პროგრამაში იყო ასახული, განვახორციელეთ და საქართველოს ამ რეფორმებს ფაქტიურად აქტიურად მიუყვება. არ გიდასტურებთ ამას თუ რა შეაბრალეთ? არაფერს არ გვიდასტურებთ. თუ იცით რომ სტატუსი არის stand-by, ანუ შეჩერებულობის სტატუსია. უკვე შეიძლება დარჩეს ისე რომ რაღაც პროგრამა არსებობდა, ჩვენ არ ვიცით იქ რა სტატუსი მივიღეთ, რა შესრულდა, რა არ შესრულდა და ვისაუბროთ ახალ პროგრამაზე ამის გარეშე. აი ესეთი მარტივია ჩვენი დიალოგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ულტიმატუმის სცენით ესაუბრებით IMF-ს, რომ ახალ პროგრამა არ გჭირდება თუ მიმდინარეზე არ გვეტყვით რა ფენით. რატო უნდა ვისაუბროთ ულტიმატუმის სცენით? ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენ კაფიოდ ვაფიქსირებთ საქართველოს ინტერესებს ყველა დონეზე. ხშირ შემთხვევაში თუ ვინმეს ეს რაღაც წარმოუდგენია ახმულია რომ ეს არის ულტიმატუმი, მე ვფიქრობ რომ ძალიან არასწორი ესენია შთაბეჭდილებები. ჩვენ ახალ პროგრამას დღეს არ ვითხოვთ, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევაფასოთ დღევანდელი პროგრესი და ამის შესაბამისად გამოიკვეთოს ის საჭიროებები, რომელიც მერე გადაგვაწყვეტინებს, ეს იქნება პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა თუ პროგრამის გარეშე თანამშრომლობა. კიდევ ერთი თემა, რაზეც ლევან დავითაშვილთან კითხვა დაისვა ზურაბ პოლოლიკაშვილის მხრიდან გაწეული მუშაობის შეფასებას უკავშირდებოდა, რა სარგებლობა მოუტანა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის პოსტზე და რა შეეშალა მას ისეთი, რომ საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა მოხსნა. ამ ვრცელი კითხვის აპასუხოდ ლევან დავითაშვილმა მხოლოდ ზურაბ პოლოლიკაშვილის დამსახურებებზე ისაუბრა. ბატონ ზურაბთან ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა წლების განმავლობაში. საქართველოს მთავრობასაც და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსაც მეც პირადად არაერთი პროექტი იყო, რომელიც ერთად განვახორციელეთ, მათ შორის სხვა პოსტზე მუშაობის პერიოდშიც. ძალიან რთული იყო დარგისთვის ეს პერიოდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბატონმა ზურაბმა საკმაოდ წარმატებით იმუშავა ამ პოზიციაზე და საქართველოსა და სოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შორის თანამშრომლობაც იყო საკმაოდ საინტერესო. ბოლოსში რა შეგეშალათ თქვენ? თუ მას რა შეეშალა, თავზე გადაგვახტაო სახელმწიფოსო ირაკლი გობახიძემ თქვა. მოდი ასე ვთქვათ, ამის შესახებ მეტი კომენტარის გაკეთებას მე მგონი აზრი არ აქვს. ჩვენ მქონდა წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც ორი ვადით შემოიფარგლებოდა. ეს ორი ვადა არის ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში, საერთოდ გაეროს ორგანიზაციებში. მესამე ვადითაც ყოფილან ვიღაცები. დიახ, ყოფილან, თუმცა ჩვენ გვესმის რა არის რეალობა და რეალისტური მოცემულობა და ამის შესახებ იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. რა მოიგეთ კანდიდატურის მოხსნით? ამაზე მეტი კომენტარი მე მგონი საჭირო აღარ არის. მაისში ინფლაციამ 3.5% შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით 0.1%-ული პუნქტით მეტია. საქსტატის თანახმად ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა იქონია, სადაც ფასები 8.3%-ით გაიზარდა. ასევე გაძვირდა ჯანდაცვის ჯგუფი, სადაც ფასების წლიური მატება 9%-ია. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.3%-ით. ყველაზე მეტად კი გაძვირდა ზეთი და ცხიმი, ბოსტნეული და ბაღჩეული, ყავა, ჩაი და კაკაო. ფასები შემცირებულია
ხილსა და ყურძენზე. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, ფასები მომატებულია 9%-ით, ყველაზე მეტად კი ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებაზე. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.5%-ით, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე, ხოლო პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ხარჯები შემცირდა. მაისში წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის ლიმონი, კიტრი და კივი. ლიმონი 85%-ით, კიტრი 56%-ით, კივი 53%-ით. ქორწინების ბეჭედი 958, სინჯის ოქროს ბეჭედი 27%-ით გაძვირდა, კომპოსტო 27%-ით, კაკაო 26%-ით, ნაყინი 25.5%-ით, კივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 23.3%-ით, დაფქვილი ყავა 20.3%-ით, კარტოფილი 17%-ით. რძის სკანდალის აპელაციო სასამართლოში გაგრძელდება სხდომა 4 ივნისს ჩაინიშნა. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს ყვავილის ბაგა ჩირინას წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა ჩირინასგან 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ბიზნესმენ ლაშე პაპაშვილის ყვავილის ბაგა ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა, რაც ჩირინასგან ნაყიდი ქათმის კლინტი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებულებას, თითქოს ყვავილის ბაგამ შეძენილ ნაკლში აღმოჩინა აკრძალული ვეტ პრეპარატი ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და ყვავილის ბაგა თავად იყენებს. კომპანია ჩირინა კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. მათი განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებს და არასწორ ინტერპრეტაციებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქციული პლატფორმის ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. საქსტატის ინფორმაციით, ენერგეტიკული ბალანსის მოდული შეიცავს მონაცემებს როგორც ენერგორესურსების ტიპების, ასევე ენერგეტიკული ნაკადების მიხედვით. მოკლევადიანი ენერგეტიკული სტატისტიკის მოდულში კი თავმოყრილია მაღალი სიხშირის ენერგეტიკული მაჩვენებლები, როგორიცაა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ნახევარწლიური ფასები, ასევე ენერგორესურსების ყოველთვიური წარმოების, იმპორტ-ექსპორტისა და შიდა მიწოდების მონაცემები. მათი ინფორმაციით, შინა მეურნეობებში ენერგორესურსების მოხმარების მოდული ეფუძნება 2022 წელს ჩატარებული სპეციალური გამოკვლევის შედეგებს. მასში გაანალიზებულია ქალაქისა და სოფლის ჭრილში სხვადასხვა ტიპის ენერგორესურსებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, გათბობის, გაგრილების, ცხელი წყლის და საჭმლის მომზადების მიზნებისთვის. აღნიშნული პორტალი იძლევა ენერგეტიკის სექტორის სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობას. ის აერთიანებს 4 ძირითად მიმართულებას, მასში წარმოდგენილია დეტალური ენერგეტიკული ბალანსი, მოკლევადიანი ენერგეტიკული სტატისტიკა და ძირითადი ენერგეტიკული მაჩვენებლები, მათ შორის ენერგოეფექტურობის ინდიკატორები. სექტორი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მომწურავი ინფორმაციაა წარმოდგენილი, ისევე როგორც თან ახლავს შესაბამისი ვიზუალიზაცია, რომელიც უფრო ნათელ და მკაფიო წარმოდგენას გვაძლევს თითოეული მიმართულების. ჩანს მინიმუმ ბოლო 10 წლის ტენდენცია, ჩანს განვითარების მიმართულებები, ჩანს ციფრები, ჩანს ეს ყველაფერი კვარტალურ ჭრილში, წლიურ ჭრილში. ამდენად, როცა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება გვინდა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ციფრების და ანალიტიკის ანალიზი მოგვცემს სწორედ სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. 14 და 15 ივნისს პრემიუმ მულტიბრენდული მაღაზია ბოიგარსი ადგილობრივ მომხმარებელს ცნობილი ბრენდის Tom Ford-ის ექსკლუზიურ Made to Measure სერვისს შესთავაზებს. 2 დღის განმავლობაში სერვისი დაინტერესებულ მომხმარებელს Tom Ford-ის სპეციალისტებთან პერსონალური კონსულტაციის გავლის, ექსკლუზიური ნაჭრებისა და დეტალების უნიკალური არჩევანის და იმ მოდელების აღმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ, რომლებიც მათი პარამეტრებისა და გემოვნების მიხედვით დამზადდება. თითოეული შერჩეული ნივთი ინდივიდუალურად იტალიაში შეიკერება. Tom Ford პირველად აძლევს საქართველოში მყოფ მამაკაცებს შესაძლებლობას შეერჩენ როგორც ფორმალური და საღამოს, ისე ყოველდღიური სამოსი, რომელიც მათ ინდივიდუალურ სტილსა და პარამეტრებს ზუსტად მოერგება, აცხადებენ ბოიგარსის წარმომადგენლები. 18-22 ივნისს თბილისი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს საქართველოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ ფესტივალს თბილისი გასტროკვირეულს, რომელიც წელს ახალი შინაარსით და კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მიშელინის ვარსკვლავების მქონე ცნობილი შეფები, ექსპერტები და ქართული კულინარიის ახალი თაობის წარმომადგენლები მიიღებენ. როგორც გასტრონომიული ტურიზმის კონსულტანტმა ქეთი კვიჭიძემ BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში განაცხადა, გასტროკვირეული უკვე მეოთხე ტარდება და წლიდან წლამდე საერთაშორისო მასშტაბით იზრდება.
მცირდება მისი პოპულარობაც. გასტრონომიული ტურიზმის კონსულტანტის განმარტებით, ფესტივალის ფორმატი 5 განსაკუთრებულ ვახშამს მოიცავს 4 ხელში. ქართველი და მიშელინის შეფები ერთობლივად 6 კერძს მოამზადებენ. აქედან 3-ს ქართველი და 3-ს უცხოელი შეფი. ღონისება ერთგვარ პაექრობას დაემსგავსება და მაყურებელს დაუვიწყარ კულინარიულ თავგადასავალს შესთავაზებს. კვიჭიძე ხას განსაკუთრებულ ყურადღებას მდგრადი გასტრონომიის თემას უსვამს, რომელიც წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა იქნება. მეღვინეობა ბოლნისი ველი 2026 წლიდან პროდუქციის ექსპორტს კანადის ბაზარზე აპირებს. კომპანიის ისტორია 2020 წლიდან იწყება და ის თავდაპირველად ბაზარზე მცირე საოჯახო მეურნეობის სახით სუბელ ვაინის სახელით პოზიციონირებდა. რებრენდინგის შემდეგ კი მათი წარმოებული ღვინო ბაზარზე უკვე ბოლნისი ველის სახელით არის წარმოდგენილი. მეღვინეობა ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა. კომპანიის წარმომადგენელი სალომე ჩიქოვანი BMG-დან ამბობს, რომ ბოლნისი ველი ამ ეტაპზე გაფართოების ფაზაშია. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია ჯერ არ იყიდება, თუმცა უკვე გავლილია სერტიფიცირების პროცესი და მოლაპარაკებები რამდენიმე ობიექტთან მიმდინარეობს. ექსპორტის მიმართულებით კი მოლაპარაკებებში კონკრეტული შედეგი აქვს, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს კანადაში 10,000 ბოთლი ღვინოს გატანა იგეგმება. ქართული მეღვინეობა მადლიერი 2026 წლიდან ახალ საექსპორტო ბაზრებზე შევა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ლადო ნავერიანმა BMG-თან საუბრისას აღნიშნა, ამჟამად მოლაპარაკებები ავსტრიასთან, იტალიასთან და შტატებთან მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით 2026 წელს მადლიერი აღნიშნულ ბაზრებზე ექსპორტის დაწყებას მცირე პარტიით გეგმავს, თუმცა კომპანიის მოლოდინით მომავალ წლებში საექსპორტო მოცულობა გაიზრდება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ღვინო ძირითადად გამოფენებსა და 800 მოსავალში იყიდება და ფასი 30-35 ლარის ფარგლებში მერყეობს. მისი თქმით, კომპანიის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ ბაზრებზე. ახლახან მადლიერმა მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში გამართულ ღვინის გამოფენაზე, სადაც ადგილობრივი მყიდველების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღო. სოფლის განვითარების მუზეუმი კომპანია ჰერბიას ახალი პროექტია, რომელიც აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს ერთ სივრცეში სხვადასხვა სახის ტურებსა და მომსახურებას შესთავაზებს. დეტალურად ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარებაზე კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ზურაბ ჯანელიძემ გადაცემა რედაქტორში ისაუბრა. მისი ინფორმაციით ამ დროისთვის პროექტირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი დასრულებისთვის 1 თვე სჭირდებათ, რის შემდეგაც პროექტის განხორციელების ვადები და საინვესტიციო ღირებულებაც დაზუსტდება. აგროტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა სახის ტურების გარდა პროექტი ადგილზე საცხოვრისის მოწყობას მოიცავს, რომელიც ისტორიულად სოფლად ცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი ადგილის ავთენტიკური იქნება. შესაბამისად, წყალტუბოში სოფელ ტყაჩირში ჰერბია აგროტურისტულ ობიექტს შექმნის.